დღევანდელობაში თითქოს ცივი წყალი არის ყველაფრის მოგვარების საშუალება. ეს ესე არ არის. მათ შორის ADHD, რომელიც ყურადღების გაფანტულობა როცა აწუხებს, ურჩევენ ხოლმე რომ ეს გააკეთე და უეჭველი გიშვეს. არა. და რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ვისაც აწუხებს გულში ზართვა დაავადებები ან სხვა ნებისმიერი პათოლოგიები, აუცილებელია რომ ექიმთან კონსულტაცია გაიარო. მაგრამ თუ ჯანმრთელი ადამიანი, მისთვის ეს იქნება ძალიან კარგი აქტივობა, რომელიც ბევრ დადებით სარგებელს მოუტანს ცხოვრებაში. დავიწყოთ ადამიანი, რომელსაც არასდროს მსგავსი რამე არც კი უცდია. მიიღოთ სივრცეს აბაზადა მაგალითად. პირველი რასაც ამჩნევს არის ის, რომ ის ბევრად უფრო შვიდი და გაწონასწორებული იქნება ამის შემდეგ, ვიდრე ის იყო. იმიტომ რომ თუ ცივ წყალში კივი ხარ, წივი ხარ და გარბი ხარ, მაშინ ერთი რამე გეცოდინება რა, რომ როცა შეყვარებული დაგშორდება, უფროსი დაგტუქსავს ან მომხმარებელი გეჩხუბება, იქაც ზუსტად იგივენად მოიქცევი და როცა იქ უკვე იცი, რომ მაშინ როცა სხეულს ძალიან უჭირდა და თავისთავად გონებად რას გონებდა, გაიქეცი. აქ რა მინდა? ეს არ არის ჩემ ფიზიოლოგიური მდგომარეობა. დამაბრუნე კომფორტში ეუბნები, არა, აქ მოგიწევს რომ გაჩერდე. ამ გააზრების მომენტში, როგორც კი ამბობ, მოიცა, აი ამას ქმნის ზუსტად ცივი წყლის აბაზანები. გიორგი ლაზარიაშვილი, იურისტი და ცივი წყლის თერაპიის ინსტრუქტორი, რომელიც სოციალურ ქსელებში აზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას ცივი წყლის აბაზანებზე, ჩვევების ტრანსფორმაციაზე და დისციპლინაზე. ის ბევრისთვის ცნობილია როგორც ქართველი აისმენი. მაშინ როცა წყლიდან ამოდიხარ, დოპამინი გირტყავს. ეს არის კლინიკურად ამტკიცებული, რომ 250% იზრდება დოპამინის დონე, ვიდრე მანამდე ქონდა ადამიანს. ეს რას ნიშნავს, რომ ზუსტად ნარკოტიკების გარკვეული კლასიფიკაცია ასევე 250% ზრდის დოპამინის რაოდენობას, მაგრამ სხვაობა რა არის? სტრესზე წეღარო შევეხი. ეგ ცივ შხაბზეც მუშაობს და აუცილებლად ყინულიან წყალში უნდა ჩავიდე. როგორ გავხადო ეს საკუთარ თავთან დიალოგი ძლიერი? ძალიან კარგი კითხვაა და მაგაზე ხშირად მიფიქრია, აი როგორ ურჩიო სხვას და რა უთხრა თქო და ერთი რაღაც დავინახე, რაც მე მაქვს გავლი რომ. ანუ ვეწიოთ სტრესი დავადგეწევა. მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ავედით 10,000 გამოწერს. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია არის. და ასევე მინდა გითხრათ, რომ YouTube ანალიტიკას რო ვამოწმ, ჩვენს არხს ვინც უყურებს, იმის 56%-ს არ აქვს გამოწერილი ეს არხი ჯერ ისევ. ამიტომ დიდი თხოვნა მაქვს, შეამოწმოთ subscribe-ის გლოქზე თუ გაქვთ დაჭერილი, ხოლო თუ არა გაქვთ, დააჭიროთ, გამოიწეროთ არხი და ასევე მოიწონოთ ეს ვიდეო. მადლობა და დავიწყოთ. გიო, პირველ რიგში მადლობა რომ მესტუმრე და მოახერხე და გამოხვედი. პირველ რიგში მინდა დავიწყო ესეთი კითხვით რა, აი, საერთოდ რა იყო შენი მიზანი თავიდან, რომ აი ამ ცივი წყლის თერაპიებით დაინტერესდი და რატო გაგიტაც ამ ყველაფერმა? პირველ რიგში მადლობა მის მოწვევისთვის, მოგესალმები შენ და შენს მაყურებელს და წარმატებას ვსურვებ შენს პოდკასტს. მაგაზე ერთი მარტივი პასუხი მაქვს. ვიღაცები ჩერდებიან, იმიტომ რომ ეს რთულია, ვიღაცები იწყებენ იგივეს, იმიტომ რომ ეს რთულია. ბევრ აქტივობაში, რომელსაც ადამიანები დღეს ვაკეთებთ, არ არის ის სირთულის დონე, რომელიც ადამიანს ჭირდება იმისთვის, რომ შეეგუოს ისევ იმ სირთულეებს, რომელსაც ადამიანი აკეთებს. ანუ, როგორც წესი, არის რაღაც ბარიერი, სადაც ადამიანები მიდიან იმ ბარიერამდე და მე ამბობენ, რომ არა, უნდა გავეშვა, რთულია. და მე როცა ხვდები, რომ განზრახ და გაცნობიერებულად როცა შედიხარ რაღაც სირთულეში, მე უკვე ეჩვევი ამ სირთულეების გადალახვას და ამ სფეროში თუ ამას აკეთებ, ამ შემთხვევაში ცივ წყალს გულისხმობ. შენ უკვე სხვა ყველა ცხოვრების სხვა სფეროზე ვრცელდება. ამიტომ ცივი წყალი არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შენი გონება მოათვინიერო და უბრალოდ მიეჩვიო სირთულეების გადალახვას. ეს არის ყველაზე მარტივი პასუხი ამ შემთხვევაში, თუ რატომ უბრალოდ ცივი წყალი. აქვს უამრავი სარგებელი, ფიზიკური, მენტალური, მაგრამ ამ შემთხვევაში რატომ დავიწყე? იყო ეს, რომ მინდოდა რაღაცა შევჭიდებოდი, რაც იქნებოდა რთული და რა საიდუმლო იყო ამის უკან, დარწმუნდა რომ ამას დეტალებში უკვე მე ჩემ ამბავთან ერთად შემოყვები. და როგორ მოხდა, როგორ გაიგე ამის შესახებ ინტერნეტში შეხვდა რამე ეძებდი თუ რამე კონკრეტულს ეძებდი რომ რაღაც ესეთ სირთულე ყოფილიყო თუ სად იპოვე? 2021 წელს წავედი სასწავლებლად ესტონეთში და ესტონეთი როგორც მოგეხსენება არის ძალიან ცივი ქვეყანა, ცივი კლიმატით და საკმაოდ მკაცრი ზამთარია ხოლმე. და ეს ჩრდილოეთის ქვეყნებში არის კულტურის ნაწილი. მე არც ახალს და განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, რაც მანამდე ხალხს არ გაუკეთებია, ხო? როცა ჩავედი ესტონეთში, რა თქმა უნდა, იყო პირველი ზამთარი ძალიან ცივი იყო და იყო -15-20 გრადუსი იყო ხოლმე განსაკუთრებით იმ პირველ წელს. და პირველად იყო ესეთი რაღაც, რომ ესტონეთში საუნა არის კულტურის ნაწილი და საუნის შემდეგ თოვლში ჩახტომ არის ჩვეულებრივი ამბავი. და როცა ეს პირველად 2021 წლის დეკემბერი იყო, კარგად მახსოვს. როცა ის შევიგრძენი, რომ გამოვიდეთ თოვლში, დიდ თოვლში ჩავხდი, უცებ პირველი რა არის, ეიფორია დაიწყო და ამ დროს უკვე
ხვდები ერთ რაღაცას, რომ რაღაც სასიამოვნოა, რაღაც პროცესი არის, რომელიც აი მე სულ კარგ ხასიათზე გაყენებს. მე უკვე ვიკითხე, გავიგე აისმენის შესახებ, საიდანაც ჩემი ონლაინ პერსონაჟი, რაც არის ონლაინ სოციმედია პერსონაჟი, რაც არის, საიდანაც იდეა წამოვიდა ქართველი აისმენი, ვინც არის ნამდვილი აისმენი, რომელიც არის Wim Hof-ი, მის შესახებ გავიგე და აი ამ ორი სხვა ელემენტის, ერთი კულტურული ნაწილი, სადაც ესტონეთში ვეზიარე, ასე ვთქვათ, ცივ წყალს ბალტიის ზღვაში ცურვის მთელ ამ ტრადიციას, საუნას და მეორე მხრივ Wim Hof-ი, რომელსაც თეორიულად და პრაქტიკულად გამოცდილი აქვს მისი დადებითი და სხვა გვერდით მოვლენები და ამ ორი შერწყმით უბრალოდ მივხვდი, რომ რაღაც საინტერესო პროცესთან მქონდა საქმე. აჰა, გასაგებია. და აი ახლა ისეთი ადამიანი, რომელიც გვიყურებს, რომელსაც აი საერთოდ არ ქონია გამოცდილება ამ ცივი ჩხაპი, ცივი წყლის თერაპიის, აი, მაინტერესებს როგორ შეიძლება ამ ადამიანის ცხოვრება, აი პრაქტიკულად რო შევხედოთ, აი არიულებდა აქამდე, მე დაიწყო ეს ცივი ჩხაპი, ცივი წყლის თერაპიები, აი როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება, აი ეგრო დამანახო შეგიძლია? მაგაზე ერთი ხუმრობა აქვს ხოლმე, რომ როცა დავიწყე ცივი წყლის თერაპია და აბაზანები, სტრესს იქით მივსდევდი და გამირბოდა თქო და მართლა ეგრე იყო, როცა შენ თვითონ იწყებ. აი დავიწყოთ მაგალითად ყველაზე ელემენტარული ადამიანი, რომელსაც არასდროს მსგავსი რამე არც კი უცდია. და პირველადი ეფექტი მას რა იქნება? მე სუფთა პრაქტიკულ ელემენტს გეტყვი და მე თვითონ ადამიანმა უნდა განსაჯოს ეს რა სფეროში სჭირდება მას. მაგალითად, პირველად როცა ცდი ამას და მაგალითად ავიღოთ ცივი შხაპი ან ცივწყლის აბაზანა. აბაზანს უფრო ემხრობი და ამას ცოტა მოგვიანებით გეტყვი რატომ. მაგრამ მიიღო ცივწყლის აბაზანა მაგალითად. პირველი რასაც ამჩნევს არის ის, რომ ის ბევრად უფრო შვიდი და გაწონასწორებული იქნება ამის შემდეგ, ვიდრე ის იყო. იმიტომ რომ ის რაც არის შფოთვა, სტრესი, ეს დეპრესიული ფონი რაც დღევანდელ ადამიანს, თანამედროვე ადამიანს ძალიან დიდი დოზის აქვს, ამას პირდაპირ ეხმიანება ის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორები, რაც შედეგად მოყვება ცივწყალს, ანუ ჰორმონალური ცვლილებები, ასე ვთქვათ, ადამიანის ჰორმონალურ მდგომარეობას მთლიანად ცვლის. მაშინ როცა წყლიდან ამოდიხარ, ეგრევე რასაც გრძნობ, ეს არის რა დოპამინი გირტყავს. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს არის კლინიკურად დამტკიცებული, რომ 250% იზრდება დოპამინის დონე, კლინიკურად არის ეს დადასტურებული. ვიდრე მანამდე ქონა ადამიანს. ეს რას ნიშნავს, რომ ზუსტად ნარკოტიკების გარკვეული კლასიფიკაცია ასევე 250% ზრდის დოპამინის რაოდენობას, მაგრამ სხვაობა რა არის, რომ ის ვარდნა ნარკოტიკს ძალიან მკვეთრი, რაც იწვევს თავისთავად დეპრესიას, დემოტივირებას, მოთენთილობას და ცივწყლის შემთხვევაში ეს არის ძალიან ნელი და ისეთი სტაბილური ვარდნაც არ ქვია, ალბათ კლება. ამიტომ თავისთავად პირველ რიგში რაც აქვს ეს მენტალური ეიფორია, დოპამინის მოზღვავება, ადრენალინი, რაც არის სიფხიზლე, ფოკუსირება, ამას ეგრევე გრძნობს ადამიანი. და წეღარო თქვით აი ცივი აბაზანს უფრო ემხრობიო რა. შენ ადრე მითხარი რომ აი ეს ცივი წყლის თერაპიები არისო და მე ეგიშლებაო და ბევრი სხვადასხვა აი შეიძლება ამიხსნა რა განსხვავებებია, რომელი ჯობია და აი სტრესზე წეღარო შევეხი და აი ეგ ცივ შხაპზეც მუშაობს თუ აუცილებლად ყინულიან წყალში უნდა ჩავიდე თუ აი ეგ ყველაფერში რო გამარკვიო. კი, მან არის ერთი საინტერესო ამბავი. პირველ რიგში ენდრიუ ჰიუბერმენი, რომელიც არის ძალიან ცნობილი YouTuberi, პოდკასტერი და მათ შორის არის მედიცინის დოქტორი, მან შეადგინა პროტოკოლი, ცივი წყლის თერაპიის პროტოკოლი, რომელიც არის კლინიკურად დადასტურებული და იქ არის წესები, რომელი რა შემთხვევაში ჯობია. მაგალითად, ცივი წყლის თერაპია ზოგადად, რატომ ეძა ქართულად ეს ძალიან რთული სათარგმნი იყო, იმიტომ რომ არის cold exposure, ეს არის სიცივესთან შეხება. ამას რადგან ვერ ვთარგმნით ესე, გადავწყვეტეთ რომ რაღაცა cold therapy რაც არის, სიცივის თერაპია დარქმევა და მაგრამ ამაში არის ჩაშლა. არის როგორც საუნა არის, ეგეთი ოთახები არის, სადაც არის -50-დან 100 გრადუსამდე, ანუ ძალიან მაღალი, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე არის და იქ რამდენიმე წამით შეიძლება გაჩერება, რაც აკეთებენ ათლეტები, მაგალითად კრისტიანო რონალდოს ერთ-ერთი აქტიური აღდგენის მეთოდოლოგია არის ეს. არის შხაპი, რომელიც არის ყველაზე ხელმისაწვდომი სახლში და არის ცივწყლის აბაზანა, რომელშიც სასურველია რომ იყოს 13 გრადუსზე ნაკლები. ამ სხვადასხვა გააჩნია ჩვენი მიზანი რა არის? ჩვენ თუ ვართ სპორტული ათლეტი, მაგალითად, რა თქმა უნდა, ჯობია სიცივის თერაპია რაც არის, იმიტომ რომ ის კუნთების აღდგენისთვის და ანთებით პროცესის საწინააღმდეგოდ ყველაზე კარგად მოქმედებს. ცივი შხაპი არის ყველაზე მარტივი. ახლა მოდი ეტაპობრივად რომ ვთქვა, პირველ რიგში ცივი შხაპზე. მაგალითად, ცივი შხაპის შემთხვევაში ფსიქოლოგიური ფაქტორი, ანუ შენს ფსიქოლოგიურ ჰორმონალურ ბალანსზე და მდგომარეობაზე ცალსახად მოქმედებს, იმიტომ რომ რატომ? შევდივართ შხაპში,
ეგრევე შოკი გვემართება, ადრენალინი იწევს, ნორადრენალინი გამოიყოფა, რომელიც არის ასევე ადრენალინი და ნორადრენალინი, ეს არის ორივე არის ნეიროტრანსმიტერი და თან ჰორმონი, რომლებიც ხელს უწყობენ ფოკუსირებას, სისხლის მოძრაობას, რა თქმა უნდა, იირთვება ნერვული სისტემის ის ნაწილი, რომელიც არის სიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც შენს გაქცევის ან შებრძოლების უნარს უწყობს ხელს. ანუ რიგი პროცესები მიმდინარეობს, რომელიც სიცივესთან შემხებლობისთანავე ეგრევე მოქმედებს. ცივ შხაპში. მაგრამ რა აქვს ის ნაკლი, რაც მაგალითად ცივი წყლის აბაზანის შემთხვევაში არ გვაქვს. ეს არის ხანგრძლივობა. ანუ მეუბნები ადამიანები, რომ მაგალითად 5 წუთი ვდგავარ. 5 წუთი ცივი წყლის ქვეშ დგომას, რომ გითხრა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარდინალურად რაღაცა სხვა ეფექტი აქვს, თქო, არა. აზრი არ აქვს. ცივ შხაპს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გამოფხიზლდეთ, ეს ჰორმონალური ეს ბუსტი მივიღოთ და რა თქმა უნდა, კარგია იმუნიტეტისთვის. ზოგადად, იმიტომ რომ ვიღებთ ამ სიცივეს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, რომ მართლა ეს რეალური ბენეფიტი მივიღოთ და სარგებლიანობა ბოლომდე ჩვენმა ხელმა შეიგრძნოს, ცივ წყლის აბაზანი არის საუკეთესო. რატო? როცა წყალში ჩავდივართ, პირველ რიგში წყალი თანაბრად ნაწილდება ჩვენს სხეულზე. მეორე, სისხლის მოძრაობის შემთხვევაში, როცა წყალში ჩავდივართ, ვიწროვდება სიძარღვები პერიფერიულ ორგანოებში და ცენტრალურ ორგანოებში მიდის დიდი რაოდენობით სისხლი, ტვინი, გული, ღვიძლი, ხო? როცა ჩავდივართ წყალში მთლიანად, რა თქმა უნდა, თავის გარდა ძირითადად ფარავთ ხოლმე ხო სხეულს. ამ შემთხვევაში სიცივის ზემოქმედება, რა თქმა უნდა, თანაბრად ნაწილდება სხეულზე და ეს არის ძალიან კარგი. თან ხანგრძლივობაც იქ მაგალითად უფრო საინტერესო რამდენი ხანი გაძლებ იმ მდგომარეობაში. მე ის შხეფები შხაპსაც აქვს, ეს ფაქტორი არ აქვს. ამიტომ იქ როცა ჯდები, ეს მედიტაციას გავს. ჩემთვისაც და ბევრი ადამიანისთვის ცივი წყლის აბაზანა არის მედიტაციის პროცესი. პირდაპირ რომ თქვა მენტალური ბრძოლის ველი, ჩემთვის არის აი ეს ცივი წყლის აბაზანა. შხაპი უფრო არის რაღაცა ერთჯერადი ბუსტი უწევ. შევედი, გადავლე, всё, მზად ვარ ყველაფრისთვის, დღეს ყველაფერს შევძლებ, всё, გავედი სახლიდან და ეგ არის. აი ეს ფაქტორი, ყავის ეფექტი აქვს, უფრო რომ თქვა, ცივ შხაპს და უფრო რაღაცა ხანგრძლივი ეფექტი აქვს ცივ წყლის აბაზანას. ხშირად შემიშნევია ისე შენთან, რომ როდესაც აი მაგალითად შედიხარ ცივ წყალში, გიკეთია ქუდი. ეგ იმიჯის ნაწილია თუ რამე საიდუმლოებასაც ინახავს. ბევრ ადამიანს გონია რომ უბრალოდ მიკროფონის გამომიკეთია ის ქუდი და მე თუნუპოვე მაგას პრაქტიკული დანიშნულება, მაგრამ სინამდვილეში მაგას აქვს ძალიან კრიტიკული მნიშვნელობა. ზოგადად არა მარტო ქუდი, ხელთათმანები და ფეხსაცმელებიც არსებობს სიცივისგან დამცავი, ასე ვთქვათ, რომელიც გარკვეულ ტემპერატურაზე ძლებს. რატომ? კიდურები არის ყველაზე დაუცველი და თავი ასევე არის სიცივის მიმართ ყველაზე მგრძნობიარე. როცა ჩავდივართ ცივ წყალში, თუ მაგალითად ქუდის გარეშე ჩავალ და მაგალითად წარმოვიდგინოთ რომ ჩაყვინთა ადამიანმა, ხო? ამ შემთხვევაში ტვინი არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ორგანო და ამ დროს ის სისხლის ის რაოდენობა და შესაბამისად სისხლი ნიშნავს სითბოს ამ შემთხვევაში, ხო? რაოდენობა, რომელიც უნდა გამოეყენებინა სხეულს გულისთვის, ღვიძლისთვის, ფილტვებისთვის და სასიცოცხლო ორგანოებისთვის, მოუწევს რომ თავსაც გაუნაწილოს. ამიტომ ცოტა რომ გავამარტივო მსმენელისთვის, ესე უნდა შევხედოთ, რომ თუ მაგალითად ბუნებრივ პირობებში ვაკეთებთ, ჯობია რომ თბილად გქონდეს თავი და ყოველთვის შევინარჩუნოთ სითბოში. იმიტომ რომ უკეთესია ტვინისთვის და არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ თავით ჩავრგოთ მაგალითად ცივ წყალში. ესეთ პირობებში, როცა ვაკეთებთ მდინარეში, ტბაში, ზღვაში, ან ბუნებრივ პირობებში, სადაც კრიტიკულად ცივი ტემპერატურაა. მაგრამ როცა ვაკეთებთ სახლში, არანაირი ქუდი საჭირო არ არის, მეტიც ყველა ადამიანი ალბათ დაგინახავს მათ შორის ჯოროგანი, რომლის ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა არის ცივ წყლის აბაზანა, ყოველთვის ამბობს, რომ ცივ წყლის აბაზანის შემდეგ ყოველთვის ყვინთავ და ამოვდივარ. იმიტომ რომ როცა ტემპერატურა ეცემა სხეულში, კარგია რომ ერთი ჩაყვინთვა გავაკეთოთ თავითაც და მაინც ეს ეფექტი იყოს ერთიანი, მაგრამ როცა ბუნებრივ პირობებშია, ჯობია პირველ რიგში უსაფრთხოება და აი ეს ამ მიზნით ზუსტად მეც ვატარებ ქუდს, მაშინ როცა ბალტიის ზღვაში ჩავდივარ ან ტბებში. მაგრამ არ ვიცი ნახე თუ არა, მაგალითად როცა ბათუმში ან თბილისის ზღვაზე ვარ, ქუდს უბრალოდ არ ვატარებ, იმიტომ რომ აქ არ არის ფიზიკურად ეგეთი დაბალი ტემპერატურა, რომ ეგ რისკები ჩემ შემთხვევაში წარმოდგენილი იყოს. გასაგებია. ისე კაი რისკებიდან კაი გადასვლა იქნება, რომ შევეხოთ, აი ზოგადად აი ეს ცივი შხაპი, ცივი აბაზანები, რომ არის საუბრები, ყველა ლაპარაკობთ მის სარგებლობაზე, რომ რავი, შეგიძლია სტრესი დაამარცხო, ისა, მაგრამ შენი აზრით რა არის მაინც ის ბნელი მხარეები, რაზეც ბევრი არ საუბრობს? სხვათა შორის დღევანდელობაში
ყველაზე მეტად ბნელ მხარეს ასე უწოდებდი, არის აი ამ ყველაფრის რაღაცნაირი სექტად ქცევა. აი თითქოს ცივი წყალი არის ყველაფრის მოგვარების საშუალება. ბევრი ლაპარაკობს ამას. ესე არ არის. მაგალითად, დეპრესია, სტრესი, ფოკუსირება, მათ შორის ADHD, რომელიც ყურადღების გაფანტულობა როცა აწუხებთ, ურჩევენ ხოლმე, რომ აი ეს გააკეთეთ და უეჭველი გიშვეს. არა, ეს პანაცია არ არის. ცივი წყალი არის საშუალება და ცივი წყალში ჩასვლა არ არის მიზანი. ან თვით მიზანი არ უნდა იყოს. ამიტომ ბევრი ადამიანი ესე იღებს, მათ შორის საქართველოშიც, როცა ვსაუბრობ ხოლმე გამომწერებთან, ხშირად ყოფილა, რომ ერთ-ერთმა მითხრა, რომ 15 წუთი იყო გაჩერებული. ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი, იმიტომ რომ აქ არავის არ ეჯიბრები. აი ეს არის პირველ რიგში ადამიანების შეცდომა. და რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ყოველთვის ვამბობ, მე ექიმი არ ვარ, აქაც დავაფიქსირებ, რომ მე სამედიცინო განათლება არ მაქვს. ეს არის ჩემს მიერ ინფორმაციები მოძიებული სხვა ენაზე, სხვა წყაროებში და რეალურად პრაქტიკულად და კლინიკურად დამტკიცებული და მე იმას ვავრცელებ და ვამბობ, რომ მე არ ვარ ექიმი. ამიტომ ვისაც აწუხებს გულსიზარდვა და დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ან სხვა ნებისმიერი პათოლოგიები, ჯობია, კი არ ჯობია, აუცილებელია რომ ექიმთან კონსულტაცია გაიარონ. ეს არ არის აუცილებელი საშუალება, რომ ყველა ადამიანმა აკეთოს, მაგრამ თუ ჯანმრთელი ადამიანი, მისთვის ეს იქნება ძალიან კარგი დამატებითი აქტივობა, რომელიც ბევრ დადებით სარგებელს მოუტანს ცხოვრებაში. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც აწუხებს რაიმე პათოლოგიები, მე არ უნდა მომისმინოს, იმიტომ რომ მე ექიმი არ ვარ და ყოველთვის ხშირად ვცდილობ რომ გავიმეორო ეს. აჰა, გასაგებია. და ვირუსებზე რას ფიქრობ? აი ვიმჰოფ მახსოვს, რომ რაღაცა ერთხელ ჩაწვა ყინულიან წყალში თუ რაღაცა და ვირუსი რო შეუშვეს და იკოლაი, ქართულად არ მახსოვს როგორ არის, მაგრამ აი შენ რას ფიქრობ მაგ კუთხით? ანუ შესაძლებელია ვირუსების დამარცხება? ნახე, მე რა ინფორმაციაც მაქვს და რაც კლინიკურად არის დადასტურებული არის ის, რომ ცივი წყლის განმეორები და განგრძობადი მიღება აუმჯობესებს იმუნიტეტს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ გაციების წინააღმდეგ ჩვენ იმუნიტეტი გაძლიერებულია რის საფუძველზე სისხლის თეთრი უჯრედებით, ანუ ლეიკოციტების საშუალებით, რომელიც ზუსტად რაღაცა ეხმარება იმუნიტეტს, რომ სისხლის სწრაფ მოძრაობაში და ამ ვირუსების პრევენციაში. ვიმ ჰოფმა რაც გააკეთა, E. coli ბაქტერია, მკვდარი ბაქტერია შეუშვეს სისხლში, ეს არის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და არის YouTube-ზეც და მას აქვს ორი მეთოდი, სუნთქვის ვარჯიშები და ცივი წყლის თერაპია. ამ ორი საშუალებით შეძლო ისეთ შედეგი მიაღწია, რომ ამ ბაქტერიას და ამ ვირუსს საერთოდ არ მოქმედია მასზე. შემდეგ ადამიანთა ჯგუფი შეადგინეს და ესეთი რაღაც გააკეთეს. ორ ჯგუფად დაყვეს, ერთი აკეთებდა ამ ვარჯიშებს, მუდმივად ცივ წყალში ჩადიოდა და სუნთქვის ვარჯიშებს აკეთებდა და მეორე ჯგუფი არა. და აღმოჩნდა ისე, რომ კლინიკურად შემოწმნა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ცივ წყალში ჩადიოდნენ რეგულარულად მანამდე და როცა შეუშვეს სისხლში, მაშინაც ამ სუნთქვის ვარჯიშებით იყვნენ დაკავებული, თან შემდეგ ცივ წყალში ჩავიდნენ, იმ ადამიანებზე ამ ბაქტერიას E. coli საერთოდ არ ქონია ზემოქმედება. ამიტომ ეს არის დადასტურებული და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ამის აღმოჩენა. საინტერესოა. და აი, სანამ საერთოდ ამ ცივ შხაპში შევალ, პირველ რიგში რა უნდა გავაკეთო და როგორ დავიწყო სწორად ეს ყველაფერი? მოდი მე ძირითად ნაწილს გამოვყოფ მდე პროცესში და შემდეგ, ხო? მე მგონი საინტერესო იქნება ესე გავაკეთოთ. რას ვაკეთებთ მანამდე? პირველ რიგში ვიტყვი რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნაბახუსებზე ან ნასვამ მდგომარეობაში. ეს ალბათ ყველას გაგონია და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი არის ის, რომ თუ ალკოჰოლთან გვაქვს რაიმე შეხება, უბრალოდ სიწყალს მოვერდოთ, იმიტომ რომ სიზარღვები ამ დროს არის გაფართოებული და როცა სიწყალში ჩავდივართ, ვიწროვდება, შესაბამისად ეს არის ძალიან ძლიერი სტრესი. ამას თუ გვერდზე გავდებ და უკვე ვთქვით, ჯანმრთელი ადამიანი, საშუალო სტატისტიკური ადამიანი, როცა მიდის ცივ წყალთან, შხაპთან, ესეთი რამდენიმე წესი არსებობს. სასურველია, რომ თუ გარე პირობებში ვაკეთებთ, გავხურდეთ. გარბენი, აზიდვები, ბუქნები თუ გარე პირობებში ვაკეთებთ, სადაც ბუნებრივად უფრო ცივი ტემპერატურა. თუ სახის პირობებში ვაკეთებთ, არ არის მაინც და მაინც საჭირო, მაგრამ დამწყებისთვის კარგია, ისედაც კარგია, რომ გამოძრავდეს და როცა შევა ადამიანი უკვე ცივ წყალთან, დაიწყოს კიდურებიდან. ანუ არ არის აუცილებელი, რომ როცა ცივ შხაპს ვიღებთ, ეგრევე თავი შეუშვიროთ ან გულმკერდი განსაკუთრებით. იმიტომ რომ მეტნაკლებად მოწყვლადი ტერიტორიაა ჩვენი სხეულის, ხო? ამიტომ ფეხებიდან, ფეხები, ხელები, მხრები და შემდეგ ნელ-ნელა შედივართ ცივ წყალში. პროცესის ხანგრძლივობა არ არის აუცილებელი, რომ დასაწყისში იყოს 15-20 წამზე მეტი.
10 წამიც კი საკმარისია პირველ ჯერზე. და ხშირად აქებენ ადამიანები კონტრასტულ შხაპს, მეც გამიგია რომ ეს მათთვის კარგია და დავითანხმები ნამდვილად. კონტრასტული შხაპი არის იდეალური იმისთვის რომ იმუნიტეტი გავიმჯობესოთ ისევ, რაც შეავს კონტრასტული შხაპი. თბილი წყალი, შემდეგ ცივი. ამ ორი ტემპერატურული სხვაობის, რადიკალურად განსხვავებული ტემპერატურის მონაცვლეობა. ამიტომ დამწყებებისთვის, როცა ვიწყებთ, ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 10-15 წამზე მეტი. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რაც არის, ეს არის სუნთქვა. როცა ადამიანი შხაპში შედის, ან სივრცის აბაზანაში, აუცილებელია ყველაზე კრიტიკულია, ყოველთვის ვამბობ, სუნთქვას თუ აკონტროლებ შენ თავს. ეს არის ერთადერთი ფიზიოლოგიური პროცესი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაცნაირი ზემოქმედება მოვახდინოთ. მაგალითად, როცა პანიკაში ვარდება, რას ვუდგები ადამიანს, ხო? როცა ეწყება პანიკური, ისუნთქე, ღრმად ისუნთქე, იმიტომ რომ ფილტვების როცა სუნთქვას ვამშვიდებთ, ამ შემთხვევაში ის პარასიმპათიკური ნერვული სისტემა ერთვება, რომელიც ჩვენ სიმშვიდეს უზრუნველყოფს და ამ დროს ადამიანი მშვიდება. იგივე არის ცივ წყალში, როცა სტრესულ გარემოში შედიხარ, ამ დროს ეიფორია გვეწყება, ეს რაღაცა ღრმა ჩასუნთქვა, ამ დროს მნიშვნელოვანია რომ გავაკონტროლოთ სუნთქვა, ღრმა და ნელი სუნთქვა. აი ერთადერთი რაც უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ როცა შევალ, უნდა ვაკონტროლოთ ჩემი თავი, რითი სუნთქვის საშუალებით. და ამ პროცესში კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ გადავამეტოთ არც ხანგრძლივობა, არც ტემპერატურა. კლინიკურად დადასტურებულია, როგორც გითხარი, ენდრუ ჰიუბერმენის პროტოკოლის მიხედვით 12 გრადუსი და ნაკლები არის უკვე კარგი, იმის რომ ჩვენ სარგებელი მივიღოთ. და კვირის განმავლობაში იგივე პროტოკოლის მიხედვით არის 11 წუთი. არ ვიცი სიმართლე გითხრა რაზე დაფუძნებით იყო ეს მიღებული, მაგრამ საინტერესოა რომ კლინიკურად ეს დადასტურა რომ ამ რაოდენობის და ხანგრძლივობის მქონე თერაპია, ასე ვთქვათ, ვისაც ვინც იღებდა ცივ შხაპს, აი ამ რაოდენობით და ამ ხანგრძლივობით, მათ უკვე ქონდათ ძალიან კარგი შედეგები. ამიტომ 11 წუთი კვირაში, ტემპერატურა 12-13 გრადუსი და ნაკლები და ხანგრძლივობა თითო ჯერზე უნდა იყოს ალბათ 15 წამი დამწყებისთვის, შემდეგ 1 წუთი. ეს შხაპის შემთხვევაში და აბაზანს რომ უცებ გითხრა, რა არის მნიშვნელოვანი. თუ სახლის პირობებში ვაკეთებთ, იგივე წესები მიემართება ამ შემთხვევაშიც, მაგრამ განსხვავება არის უკვე გარე ბუნებრივ პირობებში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამოსვლის შემდეგ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ ვიმოძრავოთ. მე ძალიან მეყინება ხოლმე დღემდე კიდურები, ხელები და ფეხები დღემდე ჩემთვის არის ყველაზე სუსტი წერტილი, იმიტომ რომ ციცივის შემთხვევაში უბრალოდ ტკივილი მეწყება ხოლმე, იმიტომ რომ სისხლის რაოდენობა მოდის ხელებიდან და ფეხებიდან გულის, ტვინის და სხვა კრიტიკული ორგანოების მიმართულებით, რა თქმა უნდა, კიდურები დაუცველი გრჩება. და ჩემთვის დღემდე არის ეს ყველაზე დიდი გამოწვევა და ყოველთვის რაც ვაკეთებ არის გარბენი, სპრინტი. თუ შემიძლია, იდეალურია ბუქნები და აზრდები იდეალურია და ვიმ ჰოფს აქვს თავისი წესი horse stance-ი, ანუ ცხენზე ჯდომის მდგომარეობა არის, როცა არის ფეხები მოხრილი და ამას ხშირად ვაჩვენებ ხოლმე მეც ვიდეოებში, თუ როგორ უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ რაღაცა კუნთები ამუშავდეს და კუნთების ამუშავებით და დაჭიმვით თავისთავად სითბო გენერირდეს ორგანიზმში. ამიტომ ეს არის ძირითადი წესები, რასაც მე ცალკეულ ვიდეოებში ვაზიარებ ხოლმე და ახლაც კი რთულია დარწმუნებული რაღაცები გამორჩა, მაგრამ თუ აი კონკრეტულად ადამიანი მეტყვის ხოლმე ყოველთვის ვეუბნები, რომ გააჩნია როდის მდე პროცესში და შემდეგ არის განსხვავებული მიდგომები და მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ, რომ სხეულისთვის უნდა შევინარჩუნოთ ყოველთვის ტემპერატურა, არ უნდა ჩავაგდოთ დიდი ზეწოლის ქვეშ და ეს უნდა იყოს გონივრული რაოდენობის სტრესი, ანუ ცივი წყალი ჩვენ სხეულზე და არ უნდა იყოს რაღაცა საკუთარ თავთან კი არა სხვებთან შეჯიბრი არ უნდა იყოს, რომ შენ თუ ჩახვედი 5 წუთი, მე ახლა ჩავალ 7 წუთი. აი ეს არის ძირითადი წესები, რაც ადამიანმა უნდა დაიცვან. ეხა იდეაში ვისაუბროთ აგრეთვე ბევრ შეცდომაზე, რაც შეიძლება დაუშვას დამწყებმაც და რამ ერთი მნიშვნელოვანი ხომარ არის კიდე, რაც აი ადამიანი რომელიც იწყებს ეხა ცივი შხაპის თერაპიებს, აი ყოველდღიურობაში რომ დანერგავს ამ ყველაფერს, რამე მნიშვნელოვანი შეცდომაც ხო არ გამოგრჩა შენი აზრით, რაც ჯერ არ გვითქვამს აქამდე. იცი რა, ერთი რაც მინდოდა მეთქვა, ხშირად მეკითხებიან სხვა შორის დილით ჯობია თუ საღამოს და ესეც ისეთი კითხვაა, ძალიან ხშირი კითხვაა და ყოველწლიურად გააჩნია. თუ მაგალითად იწყებ დღეს, რა თქმა უნდა დილით ჯობია, ცალსახად. ჩემი დღის რუტინა, რომელიც გაწერილი მაქვს, იწყება ესე, გაღვიძების შემდეგ პირველ რასაც ვაკეთებ, ეგრევე შხაპში შევდივარ და ყოველ ჯერზე
მაქვს ეს სირთულე და დისკომფორტი იმის რომ მე უნდა შევიდე ახლა ცივ შხაპში, მაგრამ ჯობია დღის დაწყება ცივი შხაპით, ცალსახად. მაგრამ რაც ადამიანები უშვებენ ძირითად შეცდომას არის რომ საღამოს ძილის წინ იღებენ ხოლმე ცივ შხაპს. მე მქონდა ესეთი შემთხვევა, როცა ჩემს ძალიან ახლო მეგობარს დაემართა, ცხოვრობდა ის ესტონეთში და ერთხელ მიიღო ცივი შხაპი და ღამის 3-ზე დამირეკა და მითხრა რომ კანკალი ქონდა ესეთი რაღაცა ქრონიკულად ატანილი და ვერ ჩერდებოდა უბრალოდ. მე როცა ვკითხე, მითხრა რომ მიიღო ცივი შხაპი და ისე დაწვა, ზუსტად ვკითხე რომ მეთქი აი გათბირო დაწექითქო ეგრევე შხაპს და მითხრა რომ არა, არ გამთბარა და ამიტომ მეც მივხვდი და მე უკვე მეც ვეუბნები სხვა ადამიანს რომ ძილიც არ უნდა მიიღოთ, იმიტომ რომ ნახე, როგორც კი წყალში ვიღებთ ცივ შხაპს ან აბაზანას, სხეულის ტემპერატურა ვარდება. ჩვენ თუ არ ვაცალეთ ორგანიზმს რომ სხეულის ტემპერატურა მოიმატოს და ეგრევე წავიდეთ დასაძინებლად, ჯერ იცი რა, არც გვჭირდება, იმიტომ რომ თუ ამობთ რომ ადრენალინის გამოყოფს, დოპამინის გამოყოფს და სიფხიზლეს და ფოკუსმატებს, ძილის წინ მაინც და მაინც საჭირო არ არის, ხო? თავისთავად. და მეორე, სხეულის ტემპერატურა ისედაც დავარდნილია და უარეს სტრესში ვაგებთ რომ მივდივართ და ვიძინებთ. მაშინ როცა პირიქით უნდა ვიყოთ აქტიური რომ კუნთები გავამოძრაოთ, ვიმოძრაოთ და რაღაცნაირად სხეულს დავეხმაროთ გათოვაში. ეს არის შეცდომა, რომელიც ჩემ პირადად პრაქტიკაში და ჩემს რაც მე გამიგია, ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ეს იყო. ბევრი ადამიანი, ვინც კრიპტოვაჭრობით ინტერესდება, ერთსა და იმავე პრობლემას აწყდება. დამწყებია და არ იცის საიდან დაიწყოს. უჭირს გაარჩიოს რომელ პლატფორმას შეიძლება ენდოს და აქვს პატარა კაპიტალი, რის გამოც ფიქრობს, რომ პროგრესს ძალიან დიდი დრო დასჭირდება. მეც დიდი ხნის წინ დავინტერესდი კრიპტოვალუტით და ზუსტად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია სანდო ბირჟის არჩევა. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავიდან დიდი თანხა არ გაქვს და გინდა მაქსიმალურად ეფექტურად დაიწყო. სწორედ ამიტომ მინდა გაგაცნოთ ჩვენი ეპიზოდების სპონსორი, საერთაშორისო კრიპტო ბირჟა XT, რომელსაც უკვე მილიონობით მომხმარებელი ენდობა და წლებია ბაზარზეა. პლატფორმა მარტივია სატრეიდოდ როგორც დამწყებებისთვის, ისე გამოცილი ტრეიდერებისთვის და რაც მთავარია, ჩემი გამოწერებისთვის XT-მ გამოყო სპეციალური საბონუსო სისტემა. თუ ჩემი ლინკით დარეგისტრირდებით, შეიტანთ მინიმუმ $50 და ივაჭრებთ ფიუჩერებზე, შეგიძლიათ მიიღოთ სავაჭრო თანხა $50-დან $400-მდე ოდენობის. ბონუსის ოდენობა დამოკიდებულია თქვენს დეპოზიტსა და სავაჭრო მოცულობაზე, ამიტომ ლინკი აღწერაშია, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ დეტალური ინფორმაცია და დარეგისტრირდეთ. ისე ხშირად აი რო დასერჩონ ახლა YouTube-ზე აი მილიონერი ადამიანის დღის რუტინები და შემდეგ ხშირად შევხვდებით ხოლმე ამ ცივ შხაპს იულებენ და რაღაცა. ეგეთი რაღაც მაინტერესებს რა. რეალურად აი ამ ცივ შხაპს იმის გარდა რომ ეს ბენეფიტები აქვს რაღაცა სტრესს დაამარცხებ იმას ამას რა ბენეფიტებს მაძლევს რეალურად ცხოვრებაში და სად შემიძლია კიდევ გამოვიყენო ის ცოდნა და ის რაღაცეები, რასაც მომატებს ეს ყველაფერი. კი, ძალიან კარგი კითხვა. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ეს ცივი შხაპი არ არის პანაცეა, ეს არის საშუალება და არა მიზანი. საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც სისტემაში, და ამ შემთხვევაში თუ გინდა რომ იყოს წარმატებული ადამიანი, თავისთავად ჩვენ უნდა მივეჩვიოთ დისკომფორტს და სირთულეებს. ამის გარეშე წარმატებული ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ თუ ჩვენ რაღაცას ვისწავლით, რომ გააზრებულად ვამბობთ რომ არა, ჩემი არჩევანი ცხოვრებაში არ არის რომ თბილად დივანზე კომფორტში ვიჯდე. მაშინ ესე იგი ჩვენც უნდა ავიღოთ ისეთი გზა და ავირჩიოთ, სადაც განზრახ და გააზრებულად ჩვენ თვითონ ვირჩევთ ზომიერ სირთულეებს. ამიტომ როცა შენ ამბობ მილიონერები და ის წარმატებული ადამიანები, სპორტსმენები, ათლეტები არა მარტო ფიზიკური ბენეფიტების გამო, არამედ მენტალური სარგებლის გამო აკეთებენ ამას, კიდევ ბიზნესმენები, საზოგადო მოღვაწეები, პირადად მე ვიცი ადამიანები, რომლებიც ხშირად ამას ამბობენ, რომ ეს ეხმარებათ მათ მოემზადონ სირთულეებისთვის და პრაქტიკულად გეტყვი. სანამ აქ მოვიდოდი, მივიღე ცივი შხაპი. არა იმიტომ, რომ რაღაცა განსაკუთრებულ სირთულეს უნდა შევჭიდებოდი. უბრალოდ ვიცოდი, რომ იმისთვის რომ ვიყო გაწონასწორებული 7 საუბრის დროს, ეს უნდა გადავლახო, რომ შემდეგ ჩემი ორგანიზმი და ჩემი გონება უკვე მიჩვეული იყოს. როცა გასაუბრებაზე მივდიოდი, ახლა მქონდა ეგეთი შემთხვევა, მნიშვნელოვანი გასაუბრება იყო ძალიან. პირველ რიგში რაც გავაკეთე, ონლაინ იყო, 10 წუთით ადრე დაველოდე, დავაყენე შეხსენება და როგორც კი დარეკა, ეგრევე წავედი, მივიღე ცივი შხაპი და აი პირველ რაც მქონდა, აბა რას ვიზავ? ჩემია. აი ეს ამ მენტალიტეტს ეგრევე იგრძნობ. შანსი არ არის, უბრალოდ პირობას ვდებ, რომ ეს როგორც კი გამოხვალ, თუ მაგალითად
კიდევ ამბობ, თუ ჯანმრთელი ხარ და რაღაც ფიზიკური რაღაც პათოლოგია არის, რომელიც უკუჩვენებას მოგცემს. თუ უბრალოდ აი ესე მოთენთილი ზიხარ ამას გააკეთებ, აი პირველი მომენტი რაც იქნება, აი ეს ეწყება. ამიტომ მე ესე ვამბობ ხოლმე, რომ როცა შეყვარებული დაგშორდება, როცა უფროსი გეჩხუბება სამსახურში. თუ მომსახურების სფეროში ხარ, კლიენტი მაგალითად დაგცაცხავს და გეჩხუბება, ამ დროს ასვაკეთებთ ხოლმე. პირველ რიგში გამოდივარ ჩვენ წყობილებიდან, რა თქმა უნდა და გვეწყება ის, რომ როგორ ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვექმნა ემოცია და ემოციას მოყვა რეაქცია. და ამ რეაქტიულობას და ემოციურობას შორის არის ერთი პატარა ბარიერი, ფილტრი, რომელიც არის გააზრების მომენტი. და ამ გააზრების მომენტში, როგორც კი ამბობ, მოიცა, აი ამას ქმნის ზუსტად ცივი წყლის აბაზანები ჩემთვის და ბევრი ადამიანისთვის, რომ როცა გვაქვს სირთულე, ჩვენ უკვე ვიცით, რომ უნდა იყო კონცენტრირებული, გაწონასწორებული და ფოკუსირებული. არანაირი პანიკა. იმიტომ რომ თუ ცივ წყალში კივი ხარ, წივი ხარ და გარბი ხარ, მაშინ ერთი რამე გეცოდინება რა, რომ როცა შეყვარებული დაგშორდება, უფროსი დაგტუქსავს ან მომხმარებელი გეჩხუბება, იქაც ზუსტად იგივენარად მოიქცევი და როცა იქ უკვე იცი, რომ მაშინ როცა სხეულს ძალიან უჭირდა და თავისთავად გონება რას გეუბნებოდა, გაიქეცი. აქ რა მინდა? ეს არ არის ჩემი ფიზიოლოგიური მდგომარეობა. დამაბრუნე კომფორტში ეუბნები არა, აქ მოგიწევს რომ გაჩერდე. ამ მდგომარეობას თუ ეგუები, მე ეგუები ყველანაირ რთულ მდგომარეობას. და ეს არის თავი საიდუმლო ყველა მოლაპარაკების წინ, ბიზნეს შეხვედრების წინ, მათ შორის გექნება ეშტონ ჰოლის ცნობილი რუტინა ნახი, როცა ცივ წყალს რგავს ჯამში. ესეც ერთ-ერთი საშუალებაა იმის, რომ ორგანიზმი მივაჩვიოთ იმას, რომ რაღაცა სიცივის ფაქტორი როცა ერთვება, თავისთავად სტრესია, მე თუ სტრესს გადავლახავ, შემდეგ ყველაფერს გადავლახავ. ანუ ვეწვიოთ სტრესი დავადგეწევა. ეს ფრაზა ისე საიდან დაიბადა და მაგის სტორიას რომ მომიყვა და აი რა ჩადევი მაგ ყველაფერში რა. ეგ ერთხელ გამიჩნდა იდეა, ეგ ჩემი საყვარელი ფრაზაა და ჩემს დევიზად ვაქციე, ეწვიე სტრესს, სანამ სტრესი თავად გეწევა. როცა ვიმ ჰოფი ერთხელ საუბრობდა, ლეგენდარული აისმენი ცნობილი ვინც არის, ზუსტად იმ მომენტში საუბრობდა იმ ეპოქალურ მოვლენაზე, როცა ადამიანები ცხოვრობენ სადაც კომფორტში. ანუ დაახლოებით 200,000 წლიანი, თანამედროვე ადამიანის 200,000 წლიანი რაღაცა ის ამ ფორმით, როგორც ვართ ფიზიოლოგიურად არსებობის განმავლობაში, ადამიანების უმეტესობა კი არა და მთელი კაცობრიობა ცდილობდა თვით გადარჩენას. ამიტომ სტრესული გარემო და სტრესორები ყოველთვის იყო ჩვენ გარშემო და ერთადერთი და პირველი შემთხვევა არის აი ჩვენი ეპოქა, როცა შენ შეგიძლია რომ სრულ ჰომეოსტაზში, ანუ ნეიტრალურად, ჰორმონალურად გარემო პირობებით იყო სრულ ნეიტრალურ მდგომარეობაში და ადასტურებს დღევანდელი კაცობრიობის ფსიქოლოგიური პრობლემები და გამოწვევები იმას, რომ ეს ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არ არის. ამიტომ არის ბევრი დეპრესია, სამწუხარო თვითმკვლელობის მაღალი მაჩვენებელი განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში. იმიტომ რომ ადამიანი როცა აღწევს უკვე რაღაც განვითარების პირობებს როცა იქმნის კომფორტის გარკვეულ დონეს, შემდეგ უკვე ეწყება რა? დეპრესია, სტრესი და კარგავს აი ამ sense of meaning რაც არის, ანუ შენი არსი რა არის და მიზანი რა არის, ვეღარ ხვდები უკვე. ამიტომ ეს კონცეფცია ვიმ ჰოფმა მაშინ შეაბრუნა და თქვა რომ სანამ თქვენ იგრძნობთ რომ აი ამ მომენტამდე მიხვალთ რომ უკვე განვითარდით, ცხოვრება დაალაგეთ, ყველაფერი კომფორტულად გაქვთ, იცოდეთ რომ მოგაკითხავთ აუცილებლად მომენტი, როცა იქნება სიცარილის შეგრძნება. ვერაფერს ვეღარ იგრძნობ, იმიტომ ყველაფერი მაქვს. წარმოვიდგინე ხა მატერიალურად როცა ყველაფერი გაქვს, უკვე სადარდებელიც ნაკლები გაქვს. და სანამ ეს მოვა, შენ თვითონ ჩაიგდე შენ თავი იმ მდგომარეობაში, რომ სხეული მიაჩვიო იმას, რომ როცა მოგაკითხავს სტრესი, შენ უკვე იცოდე როგორ გასცემას პასუხი. და ცივ წყალს აბაზანა ამის ყველაზე კარგი გამოვლინება არის იმ მხრივ, რომ შენ ამზადებ შენ სხეულს ნებისმიერი მსგავსი სიტუაციისთვის. შემდეგ ჯერზე უკვე, როცა ან გარკვეულწილად გექნება ეს დეპრესიული ფონი, ან პანიკური შეტევა, ან სტრესული ფონი, მაშინ უკვე გეცოდინება, რომ ჩემს გონებას უკვე ახსოვს, რომ მე უკვე ამას ვაპრაქტიკებდი, მე უკვე მივეჩვიე იმ მდგომარეობას, როცა მე განზრახ ვაგდებდი ჩემ მდგომარეობას სტრესში და ახლა მე ვიცი, როგორ მოვიქცე ამ მდგომარეობაში. ამიტომ სანამ სტრესი მოგადგება, ეს რა თქმა უნდა პირდაპირ უნდა გავიგოთ, მაგრამ მოვა ცხოვრებაში მომენტი, როცა სტრესში ჩავარდები, სირთულებიც გვექნება და ამის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ იმ მომენტისთვის უნდა მოემზადო. და როგორც ამბობენ civic pacem parabellum, თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის. ეს პირველ რიგში მენტალურ დონეს ეხება, ხო? და მენტალურ მდგომარეობას რომ თუ შენ გინდა რომ იყო მშვიდი და გაწონასწორებული, მუდმივად ემზადე მენტალური ბრძოლისთვის. ეს არის
მთავარი ლოგიკა, ჩემი მთავარი დევიზის უკან. ეწვიე სტრესს, სანამ სტრესი თავად გეწევა. ალბათ დამეთანხმები შენც. შვენიერია, კი, რა თქმა უნდა. და ნახე, როგორი რაღაც არის. იდეაში ეს ეპიზოდი რო გადავწყვეტე, გამეკეთებინა რა, ის ცივი შხაპზე და ეგ თემები რო შემესწავლა. პირველ რიგში გამახსენდი შენ, რომ აი ამ თემაში ყავი ექსპერტი და მინდოდა შენთან საუბარი, რომ ბევრი რაღაცა მესწავლა და მე ეგეთ რაღაცას დავფიქრდი, ანუ ჩემი პოდკასტები ხო არა ის წარმატების ფორმულა რა და სულ მაინტერესებს აი რას აკეთებ განსხვავებულ სხვებისგან, რომ შენ ასე თქო პირველი გამახსენდი მე თავში და რაღაც აი მაინტერესებს შენი აზრი, აი იდეაში დღეს ცივი შხაპი და რაღაცა პოპულარულია საქართველოში და ბევრი იდეებს და რაღაცა, მაგრამ პირველი რატო გამახსენდი მაგას ვერ ხვდები და შენი აზრით რას აკეთებ განსხვავებულ სხვებისგან? მაგას თუ გიფიქრია რომ გამიზიარო? მე ყოველთვის ვამბობ რომ პირველ რიგში ექსპერტს და ხმამაღალი ნათქვამია. ეს არის უბრალოდ ჩემი თეორიული, რასაც ძალიან დიდ დრო დავუთმე ამ საკითხის შესწავლას, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შედეგი. მე ახლაც ვარ ინსტრუქტორი და ესტონეთში ვარ. ეს არის სავანე მართლა ცივი წყლის აბაზანების და მე ქართველი როცა ჩავედი, იმდენი ვისწავლე რომ უბრალოდ ამ პრაქტიკაში შემომესწავლა და ახლა მე თვითონ ვასწავლი უკვე სხვებს როგორ უნდა გააკეთონ ეს. ამიტომ რასაც ვლაპარაკობ სიმართლე გითხრა, მე არც აისმენი ვარ და ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ჩემი რაღაცა თვითმიზანი და მთავარი რაღაცა ცხოვრების პოსტულატი, რომ აი ხალხო ჩაეყარეთ ცივწყალში და ყველაფერი გაშველებათ, ეს არ არის ესე. ეს არის ის საშუალება, რომელიც მე აღმოაჩინე და ზუსტად ამ საშუალებამ ცხოვრების ჩემ სხვა სფეროებზე, რომელსაც ჩემი გამომწერები და ხალხ რომელიც მიყურებს არ იცნობს ამ სფეროებს უბრალოდ და ეს რაღაცა რჩება ჩრდილში, მაგრამ იმ სფეროებში დამეხმარა. პროფესიულად, კარიერულად, პირადი, ასე ვთქვათ, წარმატება რაც იყო, ნებისყოფის კუთხით, რაღაც მიღწევები რაც მაქვს, აი ამ სფეროში დამეხმარა. და ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ის ადამიანები, რომლებიც ერთ დღეს მიდიან აზრამდე, რომ უნდა დაიწყონ ნებისმიერი სირთულის ძიება, არიან განსაკუთრებულები. მე უდიდეს პატივს ვცემ მორბენლებს და მე ძალიან ბევრი მორბენელი მეგობარი მყავს და იცი რომ ძალიან მალე შეხვედრა გვაქვს ჩვენ და ვაპირებთ ერთმანეთი გამოვიწიოთ ზუსტად ამ კუთხით. ძალიან დიდი გადაკვეთა გვაქვს ერთმანეთში. მორბენლებიც არ აკეთებენ მაინც და მაინც აი ამ აქტივობით არ არის დაკავებული იმიტომ რომ თვითმიზანი იყოს ეს და უბრალოდ ირბინონ. არა, ამასაც თავისი მიზანი აქვს, ზუსტად მენტალური სარგებელიც აქვს. ამიტომ მე ჩემნაირები და ყველა ადამიანი ვინც ერთ დღეს გადაწყვეტა რომ გააზრებულად განზრახ თვითონ შესულიყო იმ სირთულეში რომელიც არაკომფორტულია და ამ გზით მოეთვინიერებინა თავისი გონება არის ყველა განსაკუთრებული და მე ვამბობ ხოლმე რაღაცა ეს პროვოცირებისთვის მაქვს ხოლმე ეს ფრაზა რომ ვამბობ რომ მე განსაკუთრებული ვარ კი და მე არ უკეთესი კი არა მაინც და მაინც მაგრამ მე მაგ ინდივიდუალიზმი მე ჩემი ინდივიდუალიზმით გადავწყვიტე ერთ დღეს რომ აი იმასაც მე ვაკეთებ რაც ყველა სხვა აკეთებს და მივხვდი რომ რა იყო ის რაც ყველა აკეთებდა რომ რაღაცნაირად აი რა ვიცი გარეთ ცივა ჩქარჩქარა გავიქცე ჩავიცვა ან მაგალითად რაღაცა რთულია არა გავიქცე ამას არ გავაკეთებ მე კითხვა დაუს ჩემთვის რას ქვია არ გავაკეთებ მოიცა რა ეს მომენტი როგორც დადგა და მათ შორის წიგნზე რომელზეც ჩვენ ცოტა ხანში ვისაუბრებთ ასევე დევიდ გოგინსის წიგნზე როცა ეს წიგნი წავიკითხე იქაც ზუსტად ის ნოუთი დავტოვე ჩემ თავთან ვინ თუ არა მე და ამ კითხვას რო გასცე შენ პასუხი ადამიანს ნებისმიერმა ადამიანმა რომ გასცეს პასუხი კითხვას ვინ თუ არა მე რა უნდა გააკეთოს თავისთავად მოუწევს რომ საკუთარ თავს აჯობოს ცოტ-ცოტა სხვებსაც აჯობოს მიუხედავად იმისა რომ სხვებთან შეჯიბრი არ არის ეს და მიეჩვიოს ერთ რამეს რომ სტრესის, სირთულის, დისკომფორტის და აი ამ წვალების hustle რაც არის ინგლისურად, აი სულ უნდა აი აკეთო პრაქტიკა ამის გარეშე არაფერი არ გამოდის. ამიტომ მე ერთ რამე ზუსტად ვიცი, რომ ცივი წყალი არც თავარი მიზანი არის, არც რაღაც საიდუმლო ინსტრუმენტი არ არის, მაგრამ ერთ რამეს აკეთებს, რომ შენ თუ გადაწყვეტ, შენში თუ აღმოაჩინე წერტილს, რომელიც ამბობს, რომ მორჩა, ესე ცხოვრება აღარ მინდა. აი ეს წერტილი უნდა იპოვო და აი ამ წერტილს თუ დაიჭერ და დაუკავშირებ რაღაც სირთულების გადალახვას და ცივი წყალის აუგეთ საშუალება, მაშინ ერთ წრეც შეკრავ, რომელიც შენ მიგიყვანს წარმატებამდე იმ კუთხით, რომ შენ გეცოდება რომ რა სფეროც არ უნდა იყოს, მუსიკოსი, ბიზნესმენი, მხატვარი, მეწარმე, ნებისმიერი ადამიანი უკვე შეძლებს რომ მზად იყოს იმ გამოწვევებისთვის, რომელიც თავის სფეროში ელოდება. აი ეს არის მთავარი განსხვავება ჩემთვის რასაც მე ვაკეთებ იმას და ის რაღაცა 5% ან 1% ალბათ ძალიან დაბალი რაოდენობა იმ ადამიანის ვინც ამით არის დაკავებული ხო სოფლიოში მე ზუსტად ვიცი რომ ის ადამიანები ძალიან განსაკუთრებული არიან იმიტომ რომ იმათმა აღმოაჩინეს თავარი ჰაკი როგორ
დაჰაკონ სისტემა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და რომელიც არის მუდმივად მიდრეკილი კომფორტისკენ, და დეპრესიისკენ. ეხლა შევეხეთ დევიდ გოგინსის წიგნს. მაინტერესებს რა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს შენი აზრით ადამიანის ცხოვრებაში, ვინც ამას წაიკითხავს. როგორ შეიძლება მის ცხოვრება? მიშო, პირველ რიგში მინდა ვახსენო და მადლობა გამოვხატო გამომცემლების მიმართ. ლურჯი ოკეანის გამოცემა არის, ქართულად დაიბეჭდა დევიდ გოგინსის წიგნი და ეს წიგნი შენთვის არის საჩუქრად, რომელსაც პოდკასტის ბოლოს გადმოგცემ. ინიციატივა იყო ჩემი, მე ვთხოვე ჩემს მეგობარს და გამოცემას თამთა ჯაფარაშვილს, რომ იყო ძალიან კარგი იდეა ამ წიგნის გამოცემა. ვიმუშავეთ ამაზე, მე ვიყავი კონსულტანტი ამ წიგნის და ეს წიგნი დაიბეჭდა და დღეს გვაქვს ფუფუნება, რომ ქართულ ენაზე გქონდეს. როცა პირველად წავიკითხე ეს წიგნი, იყო ალბათ საუკეთესო დრო, რომ მე ეს წამეკითხა. იმიტომ რომ ზუსტად იმ ცხოვრების ფილოსოფიაში ვიყავი, რაც ახლა ვსაუბრობ, რომ წავედი საცხოვრებლად ესტონეთში, ხარ არავინ საერთოდ, იწყებ ყველაფერს თავიდან, ეს ძალიან ბევრ ემიგრანტს ექნება ეს გავლილი დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ შენი ახალი იდენტობა უნდა შექმნა. თუ ახალი იდენტობას არ შექმნი, უბრალოდ ვერ დაიმკვიდრებ იმ საზოგადოებაში თავს. ამ პროცესში უკვე ერთვება რაღაცა ფიზიკური აქტივობები, რომელიც მოგწონს იქ ვარჯიში, ცივი წყალი. მე ხომ რომ ბავშვობიდან ვარჯიშობდი, მივხვდი რომ ვარჯიში უკვე აღარ იყო ის ერთადერთი, რაც დამეხმარებოდა. შემდეგ დაემატა ცივი წყალი და ეს თერაპიის ნაწილი, რომელიც უკვე მამყარებდა უკვე მენტალურად და იმ პერიოდში ახლაც ძალიან ბევრ წიგნს ვკითხულობ, ზუსტად სხვადასხვა სფეროდან, მაგრამ განსაკუთრებით ისეთი წიგნები, რომლებიც დაწერილია პირად ისტორიაზე. და დევიდ გოგინსი იყო ადამიანი, რომელმაც გაიარა ალბათ ჯოჯოხეთური ცხოვრება და ავიდა მწვერვალზე. და ეს არის საუკეთესო მაგალითი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ტრანსფორმირდეს და მიაღწიოს საკუთარი პოტენციალის უმაღლეს წერტილს. მაშინ როცა რასიზმი ჩვეულებრივი მოვლენა იყო ამერიკაში, იმ პერიოდში ზუსტად გადაწყვიტა, რომ წასულიყო ამერიკულ ჯარში და თან იყო საკმაოდ ჭარბწონიანი, იყო ღარიბი ოჯახიდან, ბავშვობაში იყო ძალადობის მსხვერპლი და ყველაფერი აი ეს ერთი ბუკეტი ქმნიდა მის მოცემულობას და მის ცხოვრებას შეუძლებელს და განწირულს წარუმატებლობისთვის. ამიტომ ეს ადამიანი არის მაგალითი იმის, რომ ერთ დღეს, როგორც მანამდე ვახსენე, დაუსვა თავს კითხვა, ვინ თუ არა მე და პასუხი მიიღო, რომ არა, ესე ცხოვრება უკვე შეუძლებელია. ამ დროს დაიწყო უკვე ათლეტური ცხოვრება, მცდელობა იმის, რომ მოხვედრილიყო ამერიკის ჯარში, Navy SEALs, რაც არის, ანუ ყველაზე ელიტური დანაყოფი რაც არის, რამდენიმეჯერ სადა წარუმატებელი იყო მისი მცდელობები, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეძლო, რომ მოხვედრილიყო და ბოლოს იმდენად წარუმატებელი იყო, რომ თვითონ გახდა უკვე ინსტრუქტორი. და გარდა იმისა, რომ თვითონ ინსტრუქტორი იყო, აქვს უამრავი მარათონი წარმატებით გარბენილი, არის გინესის რეკორდსმენი, ძელზე აზიდვებში, შემდეგ მისი რეკორდი დაამყარეს და შემდეგ ისევ სადა რომ დაიყარებინა, ანუ მუდმივად ეს ადამიანი იყო საკუთარ თავთან ბრძოლაში და ყოველთვის ამბობს, რომ ის არის ექსტრემალური, რასაც თავის მიმართ აკეთებს, მაგრამ ეს არ უნდა გაიმეოროს სხვამ. შენ უნდა იმპოვოს შენი სფერო და იმ სფეროში თუნდაც მხატვარი რომ იყოს, უნდა გახდე ადამიანი შენ თავის საუკეთესო ვერსია, მაგრამ ის ამბობს, რომ მე არ გეუბნებით, რომ თქვენ უნდა ეცადოთ, რომ გახდეთ რაღაცა ექსტრემალური დევიდ გოგინსი. ის ამბობს, რომ შენ არ უნდა იცხოვრო კომფორტული ცხოვრებისთვის, შენ უნდა ესწრაფოდე შენი თავის საუკეთესო ვერსიას, რომელიც თავისთავად შეგიქმნის იმ ისეთ ცხოვრებას, რომელიც კომფორტს და უბრალოდ აი ესეთ მოდუნებულ ცხოვრებას ბევრად ჯობია. და ეს მიიღწევა მხოლოდ საკუთარ თავთან ბრძოლით, გონების მოთვინიერებით. და ეს არის ამ წიგნის მთავარი მისიაც, მიზანიც და მასში არის მისი მეთოდები. ძალიან საინტერესო მეთოდებია, მეც გამომადგა პირადად და ყოველთვის ვამბობ, რომ როცა ადამიანი შედგება უკვე აი ამ თვითგამორკვევის ტრანსფორმაციის გზაზე, როცა უკვე შია წარმატება ადამიანს, ეს წიგნი არის საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია, რომელიც დაეხმარება, რომ რაღაცნაირად აჩვენოს მაგალითი და მიმართულება მისცეს, თუ როგორ უნდა გახდეს თვითონაც ისეთი თავისი თავის დევიდ გოგინსი მოკლედ. ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი ხა. დევიდ გოგინსი ზოგადად ჩემთვის ასოცირდება აი გიჟური ხასიათის და დისციპლინის მქონე ადამიანთან რა. და ბარემ კითხვას დაგისმევ შენ ეგეც, რომ აი შენი აზრით აი ეს გიჟური დისციპლინა ეგეთი რაღაცა რა ბენეფიტს მაძლევს ისეთს, რასაც უბრალოდ კომფორტული ცხოვრება არ მომცემდა? იცი რა, როცა ვსაუბრობთ დისციპლინაზე,
დღეს ყველას გვესმის განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, რომ თავარი დისციპლინა და ჩემთვის ყოველჯერზე უსვამ ხოლმე რომ რატომ არის თავარი დისციპლინა. და ხშირად ის პასუხი რაც მე მქონდა, მე ვფიქრობ ხოლმე რომ აი ესმის თუ არა ესე ყველას და მე ესე გავიგე რა არის დისციპლინა, ხო? პირველ რიგში ამ დისციპლინას გამოიმუშავებ და სანამ სისტემატიზებას გავუკეთებ შენს ქცევებს, მანამდე უნდა დაუსვა შენ თავს კითხვა საერთოდ ვინ ვარ მე და რა მინდა რომ გავხდე. და აქ მთავარი რა არის, რომ ადამიანებს აქვს შიში, რომ რაღაც დაემართებათ და რაღაც მოუვათ, მაგრამ მე მგონია რომ არის ადამიანების კატეგორია, რომელიც აი განსაკუთრებით ამ წარმატებაზე და რაღაც აი მიღწევებზე ჩაწიკლულია, რომელიც ამბობენ რომ მე მეშინია იმის, რომ რაღაც ვერ გავხდე, რაღაც ვერ მივახცე. ანუ თუ შენ ხედავ უკვე შენ თავის ვერსიას, რომელიც შენ შეგიძლია რომ იყო, ან გაქვს პოტენციალი რომ გახდე და მე წარმოიდგინე რომ ცხოვრებამ გაიარა და უკვე ბოლო მომენტში ხარ, როცა უკვე უნდა გადმოხედო შენ ცხოვრებას და ხვდები რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში და ალბათ ყველაზე სევდიანი რაც შეიძლება იყოს არის ის რომ შენ შეგიძლია განხთარიყავ ვიღაც და ვერ გახდი. ახლა ნახე რა ხდება. მე როგორ მესმის ეს, როცა ადამიანს აქვს ხედვა, რომ აქ ვარ და მინდა ვიყო აქ. აქ არის დიდი გზა გასავლელი, მაგრამ ეს გზა გასავლელი რაც არის რაც კონკრეტულ პოტენციალამდე რომ მივაღწიო, მაგრამ ამას ჭირდება სისტემატიზება, ხო? და ამ პროცესში უკვე შენ ძალიან ბევრი სიზარმაცის, რაღაცა აი მოთენთილობის, სისუსტის მომენტები გექნება, როცა გამოვალენ და იტყვი რომ მოდი ჯობია რომ დავანებოთ. აღარ მაქვს мотиваცია, გამიშვით სახლში, ხო? წავედი დავუხურე, ხუდი. მაგრამ არა, რაღაც არ გაძლევს მე საშუალებას რომ ეს გააკეთო. აქ არის ესეთი ბრძოლის სველი, რასაც მე ვამბობ ხოლმე, რომ საკუთარ თავმოყვარეობას და სიზარმაცეს შორის არის ბრძოლის სველი, ეს არის ყოველდღიური ჩვევები და შენი ქცევები განსაზღვრავს შენს იდენტობას. ამიტომ სხვადასხვა ჯეიმს კლერის წიგნში ატომური ჩვევები, რომელიც ძალიან მიყვარდა ჩვენ ამაზე გვისაუბრია, იქაც ზუსტად ეს არის, რომ შენი ქცევები და ჩვევები, თუ გინდა რომ დისციპლინაში და ყოველდღიურობაში ჩაჯდეს, უნდა გახდეს შენი იდენტობის ნაწილი. საბოლოოდ მივდივართ ადამდე, იდენტობამდე. თუ გახსოვს საიანავი საუბარი რომ ვინ ვარ, სად ვარ და სად მინდა რომ ვიყო. ანუ ვინ ვარ მე ახლა, რა არის ჩემი იდენტობა და ვინ უნდა გავხდე. აუცილებლად უნდა იყოს საფეხურები ამ ორ წერტილს შორის და ამისთვის დისციპლინა აუცილებლად ჭირდება. მე რა გვეკითხები შენ თავს, რაში გამოიხატება დისციპლინა? დისციპლინა არ არის დილის 4 საათზე ადგომა. ბევრი სოციმედია კრეატორი დღეს ამას რატომაც არ რომანტიზებს და ამბობს რომ უნდა ადგე დილის 4 საათზე, უნდა გააკეთო ეს არ არის თვითმიზანი. შენ თუ შენ გზაზე ხედავ რომ შენთვის დილი გაღვიძება 4 საათზე არ არის მომტანი არ არის, არ უნდა გაიღვიძო დილის 4-ზე. მაგრამ დისციპლინირებული ადამიანი უკვე იმ სისტემას ადგენს, რომელიც 4 საათზე გაღვიძებას კი არ გულისხმობს უკვე იმ აუცილებელ ნაბიჯებს, რომელსაც ყოველდღე გააკეთებს და ამის შემდეგ უკვე კოგნიტურ რესურსებს გამოათავისუფლებს უკვე სხვა რაღაცების კეთებისთვის. აი დისციპლინა რაშიც მე მეხმარება, მაგალითად, თუ მე ვიცი რომ ყოველდღე უნდა გავიღვიძო რაღაც მშრომელი უნდა გავაკეთო, სამსახურში რაღაცა ამ კონტენტისთვის, ან გარკვეულწილად რაღაცის მისაღწევად, მე ვიცი რომ მექნება ძალიან ბევრი გონების გაფანტვის რაღაცა ეს შემოტევები. ტელეფონი, სკროლვა, რაღაცა, არ ვიცი მე, ტკბილეულობა რომელსაც მე ჩაუჯდები და ამ იმის ვარჯიშს მაგრად მაგალითად ამას ჩაუჯდები, ხო? ამ დროს რას ვამბობ რომ მე ვამბობ რომ დათქმული მაქვს დრო, მომენტი და ქცევა, რომელსაც მე ვაკეთებ და სისტემატიზებას გავუკეთებ იმ გზით, რომ ნელ-ნელა ავაშენებ ამ ქცევას, არ არის აუცილებელი პირდაპირ რაღაცა დიდ დოზას შეასკდე თავით და მე დაანებო თავი. პატარადან იწყებ და ამბობ რომ ყოველდღე ამის დანერგვით მე ავაშენებ იდენტობას და ქმნი ახალ იდენტობას, რომელიც ქცევებზე არის დაფუძნებული. და ამ იდენტობით უკვე და თავისთავად დისციპლინით უკვე, რომ სისტემატიზებული ქმედებებით უკვე ქმნი შენ ახალ იდენტობას და ეს უკვე მიგიყვანს იმ წარმატებამდე. ამიტომ იწყება მცირე ნაბიჯებით ყველაფერი. სისტემატიზებით და რაც მთავარია იდენტობის შექმნით. იწყებ მენტალურიდან, გადადიხარ ფიზიკურზე. ჯერ აქ იქნება, აქ უნდა დაინახო და შემდეგ უკვე აკეთებ იმისთვის, რომ ააშენო შენი ახალი იდენტობა და შენი თავი.
დღეს ბიზნესები ხშირად აწყდებიან იმ პრობლემას, რომ უნდა სოციალურ ქსელებში განვითარება, მაგრამ არ იციან ეს როგორ გააკეთონ. როდესაც ცდილობენ ვიდეოების გადაღებას, ეს ვიდეოები ვერ აგროვებენ ბევრ ნახვებს და უამრავ პრობლემას აწყდებიან. 2018 წელს, როდესაც დავიწყე კონტენტი შექმნა სოციალურ ქსელებში, ეს კითხვები მეც მაწუხებდა. ჩემი ვიდეოებიც აგროვებდნენ 100-დან 200 ნახვამდე. მაგრამ ამ დროის მანძილზე მივხვდი როგორ მუშაობს ალგორითმი და დღეს უკვე შევძლია 300,000 გამომწერამდე დაგროვება და ვიდეოების შექმნა, რომლებიც აგროვებენ 100,000-ობით ნახვას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემიცოდნა გამეზიარებინა თქვენთვის ვიდეო გაკვეთილების სახით და შევქმნი ონლაინ კურსი, რომლის დახმარებითაც ისწავლით როგორ უნდა გადაიღოთ ვიდეოები ტელეფონით, დაამონტაჟოთ და ისე შექმნათ, რომ ვიდეოებმა დააგროვოს ძალიან ბევრი ნახვები. კურსი შედგება 4 მოდულისგან, სადაც გასწავლით თქვენი ტელეფონის დახმარებით როგორ შეგიძლიათ გადაიღოთ ხარისხიანი ვიდეოები, დაამონტაჟოთ მარტივად და შექმნათ ვიდეოს სტრუქტურა, რომელიც დაეხმარება ვიდეოს დააგროვოს ძალიან ბევრი ნახვა. თუ გინდა შეისწავლო ეს ყველაფერი, მაშინ დეტალებისთვის ლინკი იქნება აღწერაში. წარმატების გზაზე ისე მე ვფიქრობ ხოლმე, რომ ან საერთოდ დისციპლინას როცა ეხება საქმე, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან დიალოგი, რომ მაგალითად ცივშხავში რომ შედიხარ და არ გინდა მილიონი აზრი მოგდის, რომ არ შეხვიდე და შენ თავს რომ უნდა დაუმტკიცო, რომ არა, შენ ეს უნდა გააკეთო, ან მაგალითად დილას მაგვიძე რომ დაარეკავ 7 საათზე და მილიონი აზრი მოგდის, რატო შეგიძლია გადაწიო 1 საათით, ხო? შენ რადგან დიდი გამოცდილება გაქვს ამ ცივშხაპებზე. შენ იდეაში ჩემი გადმოსახედით შენ უკვე ეს დიალოგი გაძლიერებული რა. მაინტერესებს რა რჩევას მომცემდი, როგორ გავხადო ეს საკუთარ თავთან დიალოგი ძლიერი, რომ მეც ვაჯობო და შევძლო სისტემატურად ვაკეთო რაღაცეები. ძალიან კარგი კითხვაა და მაგაზე ხშირად მიფიქრია, როცა მივხვდი ერთ დღეს რომ მე რაღაცას ვაკეთებდი გაუაზრებლად, კარგს ვაკეთებდი გაუაზრებლად და იყო ეს სრული გაღვიძება, არ ვიცი, ალკოჰოლისგან და სიგარეტისგან სრულად თავის არიდება, რომელსაც არც კი ყოველდღიურობაში არც კი მოვიხმარ, ვარჯიში, რაღაცა საქმეზე ფოკუსირება, წიგნები, პოდკასტები, თვითგანვითარება, ამ პროცესში რომ ჩავერთე, მე ეს რაღაც გამჩნდა კითხვა ჩემ თავთან, აი როგორ ურჩიო სხვას და რა უთხრა თქო და ერთი რაღაც დავინახე, რაც მე მაქვს გავლი რომ პატარა წარმატებებიდან როცა იწყებ, პატარა გამარჯვებებიდან აი ზღურბლზე უნდა დაისახო მიზანი, აი შენ შესაძლებლობებს და შეუძლებელს შორის. ამ ზღურბლზე როცა ისახავ მიზანს, შენს გონებას უკვე ერთხელ მაინც აჩვენებ, რომ შენ ეს შეგიძლია და გონება ყოველთვის გთხოვს ალიბის, რომ შენ უნდა დაანახო შენ გონებას, რომ მას შეუძლია იყოს წარმატებული. იმიტომ რომ თუ ჩვენ ძალიან დიდ რაღაცას შევეჭიდებით, მაშინ შეუძლებელია რომ ჩვენ მართლა ეს გადავამუშაოთ და გადავაკუცმაცოთ და ასე ვთქვათ, ამის ნაწილი გავხდეთ. საბოლოოდ რაც გონებას სჭირდება დამადასტურებელი მოწმობა იმის, რომ ის წარმატებული იქნება. ამ დროს ზუსტად იწყებ აი ამ პატარა გამარჯვებებით და პატარა გამარჯვება აუცილებლად ზრდის ამბიციას, გშია მე უფრო მეტი. როცა მაგალითად ერთ ქალაქში ვცხოვრი პატარა ქალაქში, ესე შეგრძნება მქონდა რომ ეს ქალაქი დამიპატარავდა. და მე მივხვდი რომ რატომ მქონდა ეს ფიქრი საიდან გაჩნდა. მივხვდი რომ უბრალოდ იმდენად დავიჯერე, რომ მე იქ უკვე ამოვწურე ჩემი თავი, მივახციე და წარმატებული გავხდი, რომ უკვე იყო რაღაც ახალი გამოწვევების დრო. ამიტომ წარმოიდგინე, დილის როცა 7-ზე იღვიძებ, თუ არ შეგიძლია 7-ზე გაღვიძება, მაგალითად ავიღოთ ადამიანი, რომელიც არის სრულიად არადისციპლინირებული, იღვიძებს 12 საათზე, ეგრევე სიგარეტი და ყავა, მერე სკროლვა, კატასტროფა, ხო? მე კი არ ვამბობ, რომ მე იდეალური ვარ და რაღაცა მსგავსი მომენტი არ მქონია, როცა მისკროლიათ უნდა დილით, მაგრამ არ შეიძლება. ცუდია, ცუდად მოქმედებს, ფლანგავს ჩვენს კოგნიტურ რესურსებს და დოპამინის დონეს შემდეგ სულ ესე არათანმიმდევრულად ათამაშებს. რაც ცუდია. ამიტომ ეს ადამიანს თუ უნდა რომ დაიწყოს ერთ დღეს დისციპლინირებული ცხოვრება, უნდა დაიწყოს რეალისტური მიზნიდან, როგორც ვთქვი, ზღურბლი. თუ მისთვის სრულად წარმოუდგენელია დილის 6-ზე გაღვიძება, მაშინ უნდა აიღოს ისეთი დრო, როცა ის შეძლებს, მაგრამ ყველაფერი მის საიდან იწყება, უნდა გინდოდეს. შენ თუ ვერ ხედავ შენ თავს წარმატებულს, შენ თუ სადღაც რაღაცა პედესტალზე და კვარცხლბეკზე ასულს ვერ ხედავ, მაშინ დაანებე თავი რა გაიღვიძე 12 საათზე და აკეთე რაც გინდა. ყველა ადამიანი ვერ იქნება წარმატების დაბადებული სამწუხაროდ და ზოგი ადამიანი განწირულია წარმატების, ანუ იმდენად აქვს ეს დიდი დოზით, ეს ჟინი, ეს დოპამინის დონე მოზღვავებული, რომ ყველაფერი უნდა, კი, მინდა, როგორ არა, მინდა. მეც მგონია, რომ ბუნებრივად მქონდა ეს მომენტი, მაგრამ შემდეგ უკვე ჩემთვის რაღაცნაირად დაუდე ალიბი, რომ მე ეს ნამდვილად შემეძლო და დავიწყე სულ მცირედიდან. და ეს მცირედი ნაბიჯები შემდეგ, თუნდაც რა არის, 10 წამი მიიღეთ ცივი შხაპი, მე რაღაცნაირად პროპაგანდირებას უწევ ეგრევე თითქოს რომ არა ეს გააკეთე. არ გააკეთე, ჩადი ირბინე რა, წადი გადი გარეთ, უბრალოდ 500 მეტრი გაირბინე. თუ მაგასაც ვერ შეძლებ, ერთი ძალიან კარგი მაგალითია. შენ თავს უბრალოდ ესეთი პირობა დაუდე და ელაპარაკე რომ მოდი მე ახლა ფეხსაცმელებს ჩავიცმევ
და დავჯდები რა. და შენ თუ მე გაიხდი და მიბრუნდები ლოგიში, დაბრუნდი. აი ესეთი დიალოგები საკუთარ თავთან, იმიტომ რომ ორი ხმა არის ყოველთვის. ერთი გონება მიდი, მეორე გონება არ მიხვიდე. რომელი ხარ შენ? ორივე შენ ხარ. უბრალოდ შენ ირჩევ რომელს აირჩევ შენს მენტორად და რომელს გაყვები, თორე ცხოვრების ალბათ ყველაზე შემავსებელი ფიქრი და თან სევდიანი არის ის, რომ შენ შეგიძლია ორივე იყო. მაგრამ რომელს აირჩევ, აი იქ არის ზუსტად ბრძოლის ველი და თუ შენ ეს ფიქრი გაქვს და ხედვა რომ მე ეს მინდა რომ გავხდე, მე იწყებ უკვე პატარა გამარჯვებებით. პატარა გამარჯვებებს უკვე მოყვება ახალი დენტოვა და ახალი დენტოვას უკვე მოყვება ჩაბეტონებული დისციპლინა, რომელიც საწვავი კი არ არის უკვე, რომელიც მუდმივად მოქმედებს და ამბობს რომ მე დღეს არ შემიძლია, მაგრამ ვაკეთებ. თავარი ის კი არის რომ მაგალითად 3 საათი ივარჯიშო პირობითად. ზოგჯერ იქნება მომენტი, როცა შევერ შეძლებ, მაგრამ უბრალოდ წადი დარბაზში და შენი იდენტობა გაამყარე იმით, რომ თქვი რომ მე დღეს მოვედი. მართალია იმდენი ვერ გავაკეთე, მაგრამ მაინც გავაკეთე. არ ვიცი, ამაზე მეტად საკუთარ თავის პატივისცემა მითხარი რა შეიძლება იყოს, ვიდრე ის რომ შენ თავთან დადებულ პირობებს ასრულებ. საუკეთესო რჩევა, რაც კი შენთვის მოუწიათ. ორს გამოვყოფ ძირითადად, რაც ახლა გამახსენდა, ეგრევე ამას წინათ მოусმინე სხვადასხვა ჯორდან პიტერსონი ამბობდა, რომ ადამიანები, რომლებსაც უნდათ რადიკალურად რაღაცის შეცვლა, ესწულება იმდენად პატარა და მცირე ნაბიჯებისგან იწყება, რომ მათ ამის გაკეთებაც კი ეუხერხულებათო. ანუ იმ მოცემულობაში, როცა ადამიანს რაღაცის დაწყება უნდა, აი წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სულ ქაოსში. არ აქვს არანაირი დღის წესრიგი, არანაირი გეგმა, ცხოვრობს ოთახში, რომელიც არის მუდმივად არეული. აი ამაზე ლაპარაკობდა ზუსტად პიტერსონიც, რომ უბრალოდ ვიცი რომ შეგრცხვებაო, მაგრამ აი ესეთ რაღაცას გირჩევ, რომ დაიწყევროთ ლოგინის გასწორებითო რა. და ამ დროს გონია რომ არა კაცო ეს საკმარისი როგორ იქნება, მაგრამ სულ პატარა ნაბიჯით იწყება, დიდი გზა პატარა ნაბიჯებით იწყება და ეს არის ყოველთვის ჩემთვის ყველაზე მთავარი, რაც მე მახსენდება, როცა მე რაღაც ახალს ვიწყებ. ახლა გარდა იმისა, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებ და ცივწყლის თერაპიის მიმართულებას, ასე ვთქვათ, ხალხში ვაპოპულარიზებ, მაგის გარდა ჩემ პროფესია მაქვს, იურიდიული მიმართულებით მუშაობ, კარიერაში გამომდგომია ეს რჩევა, შემდეგ მიმართულება შევიცვალე, იქ გამომადგა და ასე ვთქვათ, თვითნასწავლი მუსიკოსი ვარ და როცა რაღაცა მელომანობის დონეზე როცა ვიწყებდი და ახალ ინსტრუმენტს ვსწავლობდი, სულ ეს მახსენებოდა, რომ აი არ მიატოვო რა, არ დააგდო, პატარა ისწავლე, აი ეს ერთი დაამუღამე და ეს თვისება მე გეხმარება ყველაფერში. ენაზე ჩვენც გვილაპარაკია ამაზე და პოდკასტის მიღმა ჩვენ ვისაუბრეთ ჩემი ისტორია, მე როცა გადავწყვიტე რომ წავსულიყავი 2020 წელი პანდემია დაიწყო და ჩემი უახლოესი ძმაკაცი სწავლობდა მაშინ საზღვარგარეთ და მეუბნებოდა რომ წამოდი შენც ისწავლე მაშინ მაგისტრატურაზე ვსწავლობდი და არ მივდიოდი ერთი მიზეზის გამო, ენა არ ვიცოდი, ინგლისური ენა მაშინ ფაქტურად ნულზე იყო. და მქონდა რაღაც პანდემია დაიწყო და მქონდა დაახლოებით 9 თვე მოსამზადებლად, ანუ მარტში დაიწყო და ნოემბერში მე უკვე გამოცდაზე გავდიოდი. ახლა რატომ ყვები ამ ამბავს. ზუსტად მაშინაც, აი იმ დროიდან მოყოლებული ერთი რამე მქონდა, რომ აი სულ პატარა ვეუბნება, აი მენიუ დააყენე ტელეფონზე, რაღაცა ინგლისურ ენაზე, ხო? მე ნელ-ნელა ბოლოს უკვე დიდი ეს რაღაცა აი ჩასაკბეში რო გაქვს დიდი სირთულე, მე უკვე იმას მარტივად ეგებები ესე, იმიტომ რომ პატარა ნაბიჯებით უკვე მიდიხარ. ამიტომ შევჭამოწპილო ლუკმა. აი ძალიან კაი გამახსენდა საერთაშორის ეგრევე და უბრალოდ აღარ გავიმეორე. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ზოგჯერ კუცხვენია და უხერხულია დაწყება, მაგრამ იმდენად მარტივია, რომ აუცილებლად დააძალო შენ თავს და დაიწყო. დაძალება არა, პრინციპში დაძალება თუ სიტყვა, დაარწმუნო უნდა. იმიტომ რომ ეს იმდენად მარტივია, რომ გეუხერხულება და თუ ამას დაიწყებ, უბრალოდ დიდი წარმატების გზაზე აუცილებლად გახვალ. და ზუსტად ამიტომ მოვყევი ეს მაგალითი და როგორც შენ თქვი, საუკეთესო რჩევა თუ ვინმეს რამეს იწყებს, ნებისმიერ სფეროში აქედან დაიწყოს რა. და მეორე ფრაზა, რომელიც მე ყოველთვის გონებაში მაქვს, როცა რაღაცა სირთულეს შევეჭიდები, ეს არის 60-ისკენ მიმავალი გზა ჯოჯოხეთს გავს და ჯოჯოხეთსკენ მიმავალი გზა 60-ს. ალეგორიული მაგალითია, მაგრამ ყველაზე რეალური. არ არსებობს მარტივი გზა, რომელიც წარმატებამდე მიგიყვანს და არ არსებობს რთული გზა, რომელიც საბოლოოდ რაღაც ჯილდოს უკან იმის მიღმა არ გიტოვებს. და ეს არის თავარი პრინციპი, რომელიც მე ყოველ ჯერზე მახსენდება, როცა მე რაღაცა სირთულეში ვიჭედები და ვხვდები რომ ხوارჯობია დავნებდი. არა, ამის მიღმა აუცილებლად რაღაც არის. და ჩემ შემთხვევაში ყოველთვის არის, იყო და იქნება და ამას ვეგავმერობდი სხვას.
ძალიან საინტერესოა. ნენელა უკვე ბოლოში გავდივართ რა და მინდა შენგან მოვისმინო შენი ტოპ 3 წიგნი, რომელიც დაგეხმარა იმ აზროვნების ჩამოყალიბებაში, როგორც გაქვს დღეს. ძალიან რთული კითხვაა მithumetes ტოპ 3 წიგნისთვის, მაგრამ მოდი მე ტოპ 3-ს გეტყვი იმ საკითხებს მიმართ ვაპარაკობდი და ერთს მე ცალკე გეტყვი. აი ესე პოსტსკრიპტუმ დავტოვებ ამ წიგნს, მაგრამ მნიშვნელოვანია ძალიან. პირველი წიგნი, ამას ტყუილად არ მოვკიდე ხელი. დევიდ გოგისის წიგნი არ იქნება ნომერი პირველი. მაგრამ ერთ-ერთი პირველია. ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში რაც წავიკითხე, ეს არის Dopamination, დოპამინის ერი, რომელიც ამ ეტაპზე ნათარგმნი არ არის, თუმცა დარწმუნებული რომ მალე ითარგმნება საქართველოში და აუცილებლად ყველა უნდა წაიკითხოს და მიხვდეს როგორ მოქმედებს ეს დოპამინის რეცეპტორი და როგორ განსაზღვრავს მთელ ჩვენ ცხოვრებას მისი მასზე მცირედი ზემოქმედებაც. ამას უკავშირდება სივრცის აბაზანებიც, სირთულეების ძიებას და ყველაფერსაც აქ ვლაპარაკობთ. ამიტომ Dopamination არის ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ურჩევდი. მეორე ატომური ჩვევები, რომელიც ქართულად ნათარგმნია და გვაქვს იმის ფუფუნება რომ წავიკითხოთ, მე არ მიყვარს ის წიგნები, რომლებიც მხოლოდ სისტემატიზებას გასწავლიან და არ გასწავლიან რაღაც აი პრაქტიკულ დონეზე როგორ უნდა დაიწყო. ამიტომ ატომური ჩვევები როცა წავიკითხე, მივხვდი რომ ძალიან კარგი და პრაქტიკული რჩევები იყო. ამიტომ აუცილებლად ურჩევდი. მესამე, რა თქმა უნდა, დევიდ გოგინსის ვერ გამტეხ, რომელიც არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თუნდაც მათი ცხოვრების ფსკერზე იმყოფებიან, აი ახლა ამ მომენტში. არ იციან საიდან დაიწყონ და დაინახავენ აი ამ წიგნის საშუალებით, რომ შენ იმ გზას, რომელსაც ხედავ, სავსებით შესაძლებელია რომ მიაღწიო, ოღონდ შენი ყველა დიდი მტერი არის შენი თავი. და ამ წიგნში არის ის მეთოდები, თუნდაც გონების თამაშები, რომელიც შენ ყველაზე კრიტიკულ მომენტებში გაგახსენება და იტყვი რომ მაგალითად, მასში როცა შენ გონია რომ უკვე აღარ შეგიძლია, შენი მაქსიმუმის 40%-ს აკეთებ და ამას ეს კაცი ადასტურებს. ზუსტად ამას დაინახავ ამ წიგნში. და არ ჩერდები მაშინ, როცა იღლები, ჩერდები მაშინ, როცა საქმეს უკვე ასრულებ. ეს არის 3 წიგნი, მაგრამ ჩემი ცხოვრების მთელი სოფხედელობა არის დაფუძნებული სტოიციზმის ფილოსოფიაზე. არ ვიქნები სამართლიანი რომ არ ვახსენო მედიტაციები მარკუს ავრელიუსის, რომელიც არის ცოტა რთული საკითხავი ქართულ ენაზეც მათ შორის, მაგრამ არის არ ვიცი, აი იმდენად დიდი ცოდნის საბადო არის, იმიტომ რომ მარკუს ავრელიუსი, რომელიც იყო ფილოსოფოსი და იმპერატორი რომის, ის წერდა, აწარმოებდა თავის დღიურს და ეს დღიური როცა ნახეს, შემდეგ გამოაქვეყნეს. და იქ ამ ადამიანს აქვს საკუთარ თავთან ფიქრები და საუბრები და იქ ხვდები რომ იმპერატორიც კი, რომელიც უმაღლესი წოდება იყო და უმაღლესი ადამიანი იყო, მარკუს ავრელიუსი ყველაზე მდაბლად გრძნობდა იქ თავს და ამბობდა რომ ყველაფერი წარმავალია და არ მიიჩნიო არც ერთ შენი წოდება დაგულებულად და მუდმივად. და ზუსტად ის ლეგენდა, რომელიც როგორც არ არის დადასტურებული, მაგრამ ძალიან ლამაზი ლეგენდაა, რომ მაშინ როცა გამარჯვებული იმპერატორები ბრუნდებოდნენ უკვე რომში, ზურგს უკან ყავდათ მონა, რომელიც მუდმივად უმეორებდა რომ არ დაგავიწყეს, რომ შენც მოკვდავი ხარ. ამიტომ ამაზე არის დაფუძნებული სტოიციზმის ფილოსოფია და ვიტყოდი რომ მედიტაციები ქართულად როგორც ფიქრები ქვია, მაგრამ მარკუს ავრელიუსის ეს წიგნი არის მართლა ცოდნის, სიბრძნის საბადო და ყოველთვის გავუწევ ამას რეკომენდაციას. მადლობა ძალიან დიდი რომ მესტუმრე და გამიზიარე შენი გამოცდილება. მეგობრებო, მადლობა თქვენს რომ უყურეთ ეპიზოდს ბოლომდე, აუცილებლად მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი და ასევე საინტერესოა კომენტარებში გაგვიზიაროთ ის მომენტები, აი რაც ძალიან დაგამახსოვრდათ და აი რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე და ძალიან საინტერესო იქნება მოკლედ ჩემთვის ამის წაკითხვა. დაგემშვიდობებით და შეხვედრამდე.